მოგესალმებით, პასუხო ტელემაყურებელო. როგორც ყოველთვის, კეთილი სურვილებით. დღეს ჩვენს გადაცემაში პირველად ამ რუბრიკის არსებობის ისტორიაში გვინდა წარმოგიდგინოთ ლიტერატურის ხელოვნების, ასე ვთქვათ, ერთი განსაკუთრებული ჟანრი. მე ვიტყოდი ალბათ ერთ-ერთი რთული ჟანრი, რასაც თარგმანი ეწოდება. ისიც ცნობილია, ოჯახურად ხშირად გამიგია, რომ ალბათ ადამიანს ურჩევნია ზოგჯერ საკუთარი ლექსი დაწეროს, ვიდრე სხვისი დაწერილი თარგმნოს. იმიტომ რომ თარგმნას გააჩნია თავისი ნიუანსები, თავისებური სირთულეები, კერძოდ ალბათ უნდა შენარჩუნებული იყოს ლექსის წყობა, რიტმი, ზომა და ბევრი სხვა რამ. დღეს მე მინდა ჩვენს წინზე წარმოვაჩინო ჩვენი კარგად ცნობილი ჩვენთვის პოეტი ვაჟა შიუკაშვილი, რომელიც დღეს როგორც გითხარით, პირველად ჩვენს ეთერში წარმოადგენს თავის თარგმანს. ედგარ ალან პოს ყორანი აქვს ნათარგმნი ბედანიდან, ინგლისურიდან და დანარჩენს კვეთიდან მოგახსენებთ. გთხოვთ ბატონო ვაჟა. მოგესალმებით, პასუხმაყურებელო. პირველ რიგში მინდა ჩემი ნამდვილება გამოთქვა პრიოტის ტელე რადიო კომპანიისადმი იმის გამო, რომ აი თუნდაც დღეს პირველად იხსნება ახალი, ასე ვთქვათ, რუბრიკასავით თარგმანების წარმოდგენა მაყურებლებისადმი. როგორც ბატონო ვარდნერმა ზუსტანა, ჩვენი მიზანი არის დღეს კითხოს გავაცნოთ დიდი ამერიკელი პოეტის, დიდი სიმბოლისტის ედგარ ალან პოს ყორანის თარგმანი, რა თქმა უნდა, დედანიდან. ამერიკელი არის, მაგრამ შოტლანდიების წარმოშობის მქონე არა? დიახ, შოტლანდიის წარმოშობის ამერიკელი პოეტი. რა ასაკში გარდაიცვალა ამ შვილს? 40 წელს გარდაიცვალა 1890 გარდაიცვალა. ყორანი ერთ შუაღამეს ვიყავ დაღლილი, მოხანცულ სულში სევდა ჩაურილი. ფოლიანტის ღრმა საოცრებაში მიმაქარებდა ხმაურ თვალავი. ის იყო თვალი რულმა მოიცვა, რომ კარებიდან რაღაც მოისმა. კაკულისადმი ხმაგა მოიცა მორიდებული სუსტი მპარავი. დავთქვი გუმანით ალბათ სტუმარი მეტყია მოსვლა მამცნო მანამი, ხოლო სტუმარი და სხვა არავინ. ნათლად ვახსოვს სუსხის ეკლებით იდგა შავდელი ღამე დეკემბრის. ჩინჩხლები ბუხარს ანა რეგლები დირსაცებოდნენ ფრეული ასად. უდრავს ამაუთ მონუსვით მზირავს, მინატრებოდა მწყურო და დილა. ირთოდა ტიფში წუხლის მთინა დარდი ლენორას დაკარგვის ფასად. ისი ვერ მოსვლით ვის ანგელოსნით ამ სახელს ხმობდნენ გალვით და დაზად, ვინც ყველგან არის და არის არსად. მეტამულ ფარდებს აბრეშუმისა უსმენდი შრია შამიშუმისას ზობიასა და ხელვა მავსებდა და ასევდა ჯერაც უცნობი მანამ. იმიტომ მომესმა ალბათ ყოველი კაკური უხმოდ თუ და ყოვნებით, ვით გულისცემით განმეორება მე მომევლინე ასე ცივ კვარამ, ღამეს თავისით ახლა ჩემს კარადან მოიყვანა განგების ძალამ, ხოლო სტუმარი და არა სხვარამ. მაშინვე გულის მძაფრ თვარ შევყევი, წამოიმართა სული მერყევი, დავთქვი ბატონო თუ გალ ბატონო, ვარ გუწრფელობის დაჩენს ამარა, ჩამძინებია და მაპატიეთ, მოწიწებით გთხოვთ, მაგრამ ფაქტი ერთს, იარეს ისე ჩავთრიმე, რომ ის კაკული გეტყვით ალალად, არად ჩავთვალე მეთქი და სივრცე ფართოდ გადახსნა სახლის კარნარა, სივრცე ირიგა და სხვა არარა. ღვასიბნელაში გაუცებული ვიდექი მზერით ქაოშებული, ზმანებით ხედვა ამოვსებული, მოკვდავს არარა მახსოვს ამფერი, მარტო სიჩუმე შევრჩიეულად, მისი მორევი არც ჯერ ხევლა, ხოლო დაჩქებდა ანაზდეულად კითხვა ლენო რა, ტალღად ნაბერი, ხოლო ამ სიტყვის მგერეს მევჩულებდი, ეხოც ლენორად ხლდა სხვა მგერით, უბრალოდ ეს და სხვა არაფერი. მოტრიალებულს შინშებრუნებულს გადამიხურდა სული უნებურ, მაგრამ მსგავსი დაკაკუნება თითქოს ფერდაფერი გამოვყვა ჩქარა, უფრო გარკვევით დამაში თქვიმე, ახლა ნამდვილად ფანჯარას ვინმე მოადგა მეთქვით და იმწუს პირველ ყოვლისა სწრაფად და ჰაიჰარად შეხვედრა ვცადე ისევით ადრე, მაგრამ ყოველი სუფევდა წყნარად, თქვიას ქარია და არა სხვა რამ. როცა მოუწიე ფანჯარას რაზა, ფრთების სწორებით პეტის და ნაზად, პროიფერებდა ამაყათ ლაზადს, შემოიბღიზდა ყორანი ბერი, ცოდვა აპრილი გადასულ დღედგან, ურე ვერანსოთ წამსაც არ შედგა, ლორდის თუ ლედის იერით მედგრად, დასკუყდა კარის,
ზღუდთან და მერე აფრინდა იქვე და ის პალადის ბიუსტა დაჯდა მძიმე დაფრენით, დაფრინდა დაჯდა სხვა არაფერი. შევხედე სამოს მოსართავ შავს და გახრესილს მისას ციცილი წამსკდა, უთხარი შენი ქოჩორიც გაცუდა ფერით გახუნდა კუპრის სადარი, სერიოზული მკაცრი სასტიკი ძველიერი თათი აღსდექი, დაგზევს მოედი ასხლის გაზერგენილს, პლუტონის ღამით გართობს ტანტალი, გაშლილ ღამეში, თითქოს რამეშვილს, წარმოადგენდე იწყე ტანტალი, მან აღარაზროს მითხრა კრანტალი. შევცვლი პასუხით უცებ, რადგან ის მოურიდებლად იყო ნათქვამი, ის აზრებში კი ერთი მათგანიც ვერ უდგებოდა ბიზნის ნახევარს, თქვენთაგან ყველა დამეთანხმება არ გაგონი რასი არ ხდება, ამ დროს ფარდებში შინ შემოჭრილი დაჯდოს ფრინველის უცხო სახება და გინდაც მხეცი, ისიც ბიუსტზე მას ციტავხედა ეყოს ამხელა და აღარადროს ერქვას სახელად. ხარტოსულივით იჯდა ყორარი, ახლდა მოწყენა გაუგონარი და ერთადერთი სიტყვის მთავარი ამ სიტყვით სულის გადმო ფინველად დაუზრავს გარიგოს კრინტი, არ შერხევია პირშეკრუს კლიტი, ერთი ბუნგულიც კრძალვით თუ რიდით და თქვი ბუტბუტით, დილით პირველად იმედებით ესეთ გასხლტება და გამეცლება მოუხილველად თქვა აღარადროს ფრინველმა. პასუხი გამთა ისე სისხარტით, დომში შევხდი და შევიცხადე, თავს მაინც უთხარ, წამს გაიზუთხა მისხის მისხამდე, უნდა ახსოვდეს ვიღაც ფისტობი უბედურისგან, მასවත් სახსოვრად უღებს გულის კარს, ბედის სარჯელად სულ მომოვლის გარს, სიტყვა მყუთავი ასოვდის, გავს ხმას იმეთა დასამარების და სიკვდილ მიჯის, რაღაც ხმას მოსდევს, აღარასდროს თუ აღარასოდეს. მაგრამ ყორანმა ისევით წინათ ჩემი სიცილი გამოიწვია, ავდექ დივანი მარტათი მივწია მისკენ კარისკენ ბიუსტისაკენ, მერე დავეში ფაფუკ საფენზე და მივაშტერდი ყორანს სახეზე, ამბობდა ფიქრთა სვავის სწრაფესი რომ ამ პირქვიში ფრინველისაგან, რაღაც იცხოვრა, რაღაც იცხოვან წლებს, რას ცნობდეთი სიკვდილის სიკეთის მაგვარს, აღარასოდეს იხიულა აქაც. ხოდა ამრიგად გულში ამთავით, რბილი ეკლესიად წერწა ნათალი, გამერჭობის იმ ზერამ შანთავი, უგზნობ ხიჭებად, ჭრიჭრი ნემსებად, აზრებში ყვიფით, უფრო ვფიქრობდი, ფერად ბალიშზე, ეფა მიყრდობით, რუს მოთვალთვალე ჭაღი მიფრთხობდა, დაჟინებული მისი კვესება, ვინც აქ ისმერ ხავერძე ბილად ზედოშებოდა სამუგაშებლად, აღარასოდეს არ დაეშვება. დამომაჩენა სულ სხვანაირი, სურნელის მქვევი, უცბად ჰაერი, სერაფიმების სულათა ხმაური იატაკს წამმა გადაატარა და დავიძახე ვერთმა მოგზებნა ბეჩაოს სულის მისთან მოძებლად მისგან მოგაცეს ანგელოსებმა აქ ნეპენტიასი შესვირათამან მოგამჯობიდოს ლენორად გაქრეს არ დარჩეს ისი ხსოვნაც პატარა აღარ ასწოდეს აიხრანტალა ჩემი ძახილი მიდამოს ესმა შენ ფრინველი ხარ მაცინე თუ ეშვა თუ მოგავლიდა უზენა ესმა ვინც ჩვენ ორთავეს ხატი გამხდარა ჯადოხრის ნებით თუ აღიზარი და მომევლინე როგორც ხიზანი ერქუშ ბიდაში მარქვი მიზანი მითხარი თუ გაქვს ხათრი პატარა იქ გალაათში ედა ვერ ყოე ბალზამ შავდღეთა გადასატანად აღარ ასწოდეს დაიხრანტალა ძახილი ისევ მიდამოს ესმა შენ ფრინველი ხარ მაცინე თუ ეშმა თქვი მიწერია ფიქრისო დესმე აღსულება თუ შავეთ ჩატანა ამ თვის ქვეშ რაით ვერთმა მაღალმა თავის დიდებად გადმოგვაღვარა სული ჩაიკრავს კვლავ თუ აღარა ედებში წმინდა ხალხის სადარად სიალის ვისაც ანგელოსები ლენოდაც ცნობენ უნდა შანთავად აღარ ასწოდეს დაიხრანტალა ეს ნიშნავს მეთქი რომ ჩემგან წაფალ ფრინველის სახევ თუ წარმოსაფავ გაბრუნდი ახლავ გადაგიყოლოს პლუტონის ღამემ და ხარიჩხალმა არ დავინახო ჰურდღა აქშენი როგორც ციცრულის თავის ამშლელი წადი გაფრინდი ჩქარი აქშევით დაეხსენ ბიუს დასავიწყარად ამოაძები გულს ამაზრზენი ისკარტი შენი ჩასობილ წყალად აღარ ასწოდეს ამოიჩხავლა და ზის ყორანი რაღაც ლოდინით ზის დევს უძრავად შავი ლოდივით გადახუნებულ ბიუს და ზის მდუმარება ყველას გადასდო ის მეტყველს თვალებს დემონის თითქოს ესიც ბრა გარშემონი ლამპრის სინათლის მდევს შადრევანზე თავის ტიჩბილი საგლო საუდრო იატაკს დასცა ამს იმ ჩბილიდან ჟამას სულის ხსნას აღარ დამასწროს მე აღარ ასწროს არა რამდენადაც მე ვიცი რომ შეიძლება ვწდები შენ მან დამიდასტურო ამ უარყო რომ თავის სიცოცხლის პერიოდში მაინდამეტ არ წყალობდნენ ედგარ ყოს მაინდამეტ ისე არ იყო აღიარებული და რამდენადაც მე გამიგია ყორანის დაწერის მერე აღიარეს რაღაც უფრო ავტოხაროთ ფათალიზადებით ასე იყო სიცოცხლეში არც ახასებდნენ და წარმოგიდგენთ პირველ როცა დაიბეჭდა ეს უდიდესი
ვიეტნამის დაწარმოები სულ რაღაც $8 მისცეს ჰონორარი და ეგ იყო და ეგ. მაგრამ შემდეგ უკვე მიიღო აღიარება და ეს როგორც ხედავთ, ერთ-ერთი ყველაზე პირველი პოემა სოფლიო ლიტერატურაში, სოფლიო პოეზიაში. ძვირფასო ტელემაყურებლებო, თქვენ ესეც მოისმინეთ ალან ედგარ პოს პოემი ყორანი თარგმანი შესრულებული ვაჟა შიუკაშვილის მიერ და ასე ვთქვათ წაკითხული მის მიერვე. იმედი მაქვს ყურადღებით უსმენდით და თქვენ პირად დასმენს გააკეთებთ ალბათ პირად შეხედულების გამოხატავთ თქვენს გულში. ჩვენ კი მადლობას მოგახსენებთ მე და ვაჟა ყურადღებისათვის და გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. Very well.